მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. მოკლედ ვიმყოფები ზუსტის როლის ბენჩრესტის ფედერაცია ატარებს. კუმისის მიმდებარედ, ეს ამ წელიწადში უკვე მეორე შეჯიბრი 50-დან 200 მეტრამდე დისტანციაში სროლას კალიბრი 22 LR, ანუ ეგრეთ წოდებული გეკო. რა თქმა უნდა, სროლა მიმდინარეობს ოპტიკური ხელსაწყოებით, საშუალებით. მოკლედ ყველაფერს დეტალურად გადავიღებ და მოგახსენებთ. იკრიბებიან, მიმდინარეობს იარაღების აღრიცხვა და შემდეგ სროლელები სათითაოდ გავლიან, გააკეთებენ გასროლებს. მოგესალმებით ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ დღეს გისურვებთ ყველას. საქართველოს ბენჩრესტის ფედერაცია ატარებს ჩემპიონატს ზუსტ სროლაში. ეს ამ წელში უკვე მეორე არის. ოღონდ აქ შეცვლილია მანძილებიც 150 მეტრამდეა, გონგებია, სხვადასხვა მდგომარეობიდან სროლა არის და მიმდინარეობს ახლა რეგისტრაცია და გატესტვა იარაღის. შემდეგ ყველაფერს დაწვრილებით განახებთ. მოკლედ ასეთი სიტუაცია, ემზადებიან სპორტსმენები. ეხლა სხვა ის არის, ხო? ჩემპიონატის წინა ეტაპი სხვა იყო, გამარჯვებულს ვისაუბრებით. წინა იყო ქაღალდზე სროლა F კლასი 100 მეტრზე, ეხლა არის გონგები 50-დან 200 მეტრამდე. 200 მეტრი. 4 მანძილია 50, 100, 150, 200. კი ბატონო. გისურვებთ წარმატებებს. კიდევ ერთხელ ჩვენ გავისაუბრებთ სროლის წინაც და სროლის შემდეგაც. ყველას მოგიწევთ გასაუბრება. აი ეს იარაღებია, ემზადებიან სროლელები. წარმატებებს უსურვებ. აი ასეთი ვითარება გვაქვს. ვიმყოფებით კუმისის მისადგომ ტერიტორიაზე. აი ასეთი სიტუაცია. გადავიღოთ სპორტსმენების იარაღები. აი ეს არის ძალიან ბევრი კითხულობს ამ იარაღს. ეს არის თურქულის 800 ლარიანი ნახევრად ავტომატური 22 LR. ამის სროლას გადავიღებ და ყველაფერს შევეკითხებ, ვისაც გაინტერესებთ ამ იარაღის დეტალიზაცია. ეს არის ტიკა. ძალიან კარგ მდგომარეობაში. ძირითადად ტიკებია რო უყურებ, რამოდენიმე არის ჩეზე. რაც შეეხება ოპტიკებს, ყველა სხვადასხვა ოპტიკა უყენია. თუმცა იგითხათ, ზოგი ვორტექსია, ზოგი დისკავერია. Discovery
მოკლედ დაიწყო შეჯიბრი როგორც გითხარით პირველი არის 50 მეტრიანი 100 მეტრიანი 150 და 200 პირველი გასროლა ხდება 8 ტყვია მეორეც 8 მესამე და მეოთხე არის უკვე 5-5 გასროლები პირველზე გადავდივარ თუ ისევ მეორე სამიზნე არის ეს ჩამოკიდებული გონგები სროლელები დაწოლილი მდგომარეობიდან ესვრიან თუ დამჯდარი დაწოლილი მოკლედ ბატონებო ვისაც გაინტერესებს ეს თურქული იარაღი კრალი ხო კრალარმსია კი ბატონო მოკლედ ეხლა მე მინდა ერთ-ერთი სპორტსმენი არის წარმოდგენილი ამ იარაღით რომელიც ისვრის და იტყვის აგერ თავის სათქმელს ჩემო ბატონო ამ იარაღთან დაკავშირებით ვისაც გაინტერესებთ გისმენთ ჩემო ბატონო პირველ რიგში მივესალმებით თქვენ გამომწერებს კეთილ ადამიანებს იმ კაი ხალხს ვინც თქვენ გიყურებთ და ვინც გაფასებთ პირადად მეც თქვენი ასე ვთქვათ ერთგული პიროვნება ვარ თქვენ ვიდეოს ძალიან ყურადღებით ვაფიქსირებ და შორის გადაწყვეტილებებსაც ვიღებ ხოლმე ამ ვიდეოების მიხედვით ეხლა ზოგადად რო ვისაუბროთ ამ იარაღზე ეს არის 800 ლარის ფარგლებში იყიდება ეს იარაღი არის სროლაში ძალიან ერგონომიულია არ არის აი ეს ძიმე არის სუბუქის ატარებელი პრობლემას არ შეიქმნის თუ სადმე გასვლა გინდა და დატკბეს ამიზნეზე სროლით პრობლემას არ შეიქმნის ერთადერთი არის ნახევრად ავტომატური და მოითხოვს ტყვიების შერჩევას იმიტომ რომ ხანდახან ჭედავს ხოლმე ვერტენის აღარ გადააქვს რა ეს ძალიან აი როგორ ხშირად არ ხდება ძალიან იშვიათად ხდება ხოლმე მაგრამ მაინც ეს რაღაცებს აკეთებს რა მიზანში სასროლად ეხლა ნორმალურია თავის სამიზნეზე კარგად ისვრის ეხლა ოპტიკა დავაყენე მე და ოპტიკით ვერ ვისროლე იმიტომ რომ ეთყობა ამას ოპტიკას თავისებური გასწორება უნდა და ყიაც უნდა შეურჩიო როგორც სპორტსმენები ამბობენ და მაგის დამიხვედით მასე რომ შეგიძლიათ შეიძინოთ შეგიძლიათ სხვასაც კითხოთ აზრი რა როგორ და რანაირად და მე ვფიქრობ რომ ფასთან შეფარდებით, ფასის მიხედვით თუ იმიჯელებთ, მშვენიერი არა იმისთვის, რომ გახვიდე და გაერთო და თუნდაც მოინადი, რომ ან იხვი, ან რა ვიცი, მელი, ან კურდღელი თუ ვინმე სურვილი აქვს და თუ აქვს სურვილი, რომ ინადიროს. მე ძირითადად ეს სამიზნეზე სროლისთვის შევიძინე და მაგ ფუნქციას შვენივრად ართმევს თავს. კი ბატონო, მადლობა გენაცვალე. აი, ხარი გენაცვალე. მოკლედ ეს იარაღი ვისაც გელამაზებად და გესურვილებად არის ესეთი მაღაზიაში 800 ლარად არის წარმოდგენილი, კაცმა იყიდა, ხმარობს და ამბობს რომ წვიებს ის ფასი აქვს ყველა მაღაზიაში ერთი და იგივე ფასი აქვს. მადლობა ძალიან კაი პლასტიკი არის თვითონ ეს რეზინა ის ყველაფერი ძალიან კაია. ხო, კაი დექსია. ოჩაღი ისარს. ხო. წინა ტურნირის გამარჯვებული გოგა მარაქველიძე ისვრის ახლა. დავაგვირდეთ.
შედეგს აჩვენებს. ოთხთამეხუთე. ოთხთამეექვსე. ოთხთამეშვიდე. Короче, რა, იმაგის მუღავით მოვიდა, მაინც ვერ მოვა. მეორე ზახოლის საკუთრება. ხობა, ბასრი თუ დევს რამე ააცალე იმას. არა, ბოლოს ავიდა კოდახია. არ გადავარყა ხო ე? ბიჭო, იმდენად ყველაფერი მოიგე, გოგა, რაღაც აზარტი ხო უნდა გქონდეს. არა, გეუნები, აი იმის მუღავი მაქვს და კიდე მაგას როს რომ. არა. მეორე ზახოლის. ვინმე ჩაატარა 8 ზედიზე? დღეს ის რო გაატყოს, ხო? იმ ბოქს. ხო, ხო, მერია. ორი ბონუსია. ხო. სპას არა, ხორვა, სპას არა უკვე. ოთხთამეს. ოთხთამეოთხე. უკლეთ ეს სპორტსმენები, როლელები. აი 7 საათს გასტანს ეს სახეობა სპორტინგის. ალბათ საღამოს 6-მდე არ დამთავრდება სავარაუდოდ. 5-ზე მორჩება. არ ამგონია 5-ზე დამთავრდეს. მოკლედ დიდი ხნის ამბავია ესა. ყველა სპორტსმენი მინდოდა სათითაოდ გადავიღო.
მეოთხეს ხო? ოქთა მეოთხეს. ორი გასწორდა. თქვენ რა იარაღი გაქვთ? თქვენ რა იარაღი გაქვთ? რეტაი სპორტი. რეტაის გადაიღებ? გადაღებული აქვს ერთხელ უკვე. ამის რეტაი გადაიღე. არ გადაღებული აქვს ჩემი. აი ეს არის ხო ქარავანში 850 ლარასო. ის არის ბოლოში ისო უყურე. რეტაის სპორტი. მოსისკელულა ერთი. ჩემი მეც მაგ როგორ მოგწონს? რა სიტყვი, ორი სიტყვით. შენი იარაღი. ფასიდან გამომდინარე კარგი. ლულა კარგად მუშაობს. თუ ტყვის მორგება ჭირდება მაგას. ტყვის მორგება ყველა იარაღს ჭირდება, მაგრამ ამას რა ვიცი, ნორმალურად რა. ანუ იაფასიან ტყვიებს სავარაუდოდ ხო, იაფასიან ტყვიებს შესაბამისად ვერ ისვრის. მეორე შვილი. გაინტერესებს ჩვენთან მოდი რეპეტიციაზე. ბატონო ზურაბ, სავარაუდოდ ჯერ მოგესალმებით. უიარაღო თავადი. სალმება უიარაღო თავადიც. კი ბატონო. მოცეკვავე უხობები. როგორც თქვენს 7 საათი აქვს, არაფერი არ დავთავრდება. სათითაოდ გადიან სროლელები და მაგიტო 3 პოზიციაა. ცხელი ლულა. მოკლედ რეტაის სპორტი არის თუ გადაიღებთ, მოვიდა. საინტერესო თოფია და ეს არის თურქული რეტაი. 150 გადავი. ეხლავე. თუ გინდა ისევ ასეესო. ეს სპორტსმენი გამოსულია თურქული რეტაით. იმას გამიგო დაბლა რუჩიტის. რომ გადაწყვე ხოლმე. არა, მაღალზე ვზივარ და დაბლა რუჩავ. შვენიერი შედეგები გაუკეთებია რასაც. 150 68 5 წუთი და 10 ერთი უყურე საწავო. არ ვიცი. აი დავინა. ქვედა ხო იფიტი. ამდენად გავიდა ცუდიდან და გავიდა. მეორე საცდა და ისევ იყო. საადი. ხვევი? არცხნივ ხვევით დავიდა. აი მოხდა. მესამე. ესე იგი მოტრიალდა მეორე ტური. ყობა! ჩამირთე დრო ეხაც, მიდი. კაფეთო ბარკალში. ბატონო გოგა, მეორე ტურში გამოდიხარ, ხო? თქვენ ვაზნას რა ხმარობთ თუ საიდუმლოა? ესკა ბიატლონი. ესკა ბიატლონი. მეორე ტური. მეორე წრე მოტრიალდა ეხლა.
თქვენ იყავით ხო უკვე მეორე წრეზე? გაყოფილი ხართ შედეგით? მოკლედ ეს სამოყვარულო შეჯიბრიც დასასრულს მიუახლოვდა. ესეთ სიტუაციაა. ხალხი ამოვიდა ერთმანეთს ეჯიბრება. გაიცნო ერთმანეთი, ბევრი არ იცნობდა ერთმანეთს. აქ არის იარაღის განხილვა ბატონი ზურაბ მანჭახაძე. აქ არის ძალიან ბევრი კარგი მსროლელი. აქ არის ბევრი მოყვარული. ეს არ იყო საჩემპიონატო შეჯიბრი, ეს იყო სამოყვარულო შეჯიბრი. ამოვიდა ხალხი, გაერთო ზუსტროლაში, ისროლა. ზოგმა ივარჯიშა კიდევაც. მოკლედ აი ასე დაგემშვიდობებით ბატონებო და ქალბატონებო და ბედნიერ დღეს და ბედნიერ მომავალს გისურვებთ ყველას. აბა ნახვამდის. კარგად იყავით მეგობრებო. კარგად ვანდებოდეთ. შემდეგ ვიდეოთი. ელაცო.